საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია დღეს იმედი ლაივის სტუმარი, მივესალმებით მას. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დიდი მადლობა. ერთი კვირის შემდეგ ვაჯამებთ მოვლენებს, რაც განვითარდა ძალადობრივი დედაქალაქის ცენტრში და ერთი კვირის თავზე გვაქვს დუმილი ქვეყნებისგან, პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, როდესაც აი მყისიერად ხდება ხოლმე რეაგირება, მათ შორის ისე დროს, როდესაც მათ სამშობლოში ღამის საათებია და წესით ღრმაძილით უნდა ეძინოთ, მაგრამ მაინც სოციალურ ქსელში აქტიურობენ ხოლმე და ერთადერთი ევტოსპეც წარმომადგენლის განცხადება იყო ალბათ ამას სალკე შევეხებით. აი თქვენ როგორ ახსნით აი საერთო დუმილს ასეთ ძალადობრივ მოვლენებზე? დუმილი ან ისეთი განცხადებები, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ვერ ასახავს იმ რეალურ სურათს, რაც საქართველოში ხდება. ან ამასაც მივეჩვიეთ ერთგვარად პარალელური რეალობა იქმნება ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ჩვენ არაერთხელ წავიკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუციებში. სამწუხაროდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაშიც, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებზეა საუბარი, მაშინ როდესაც ჩვენ სულ სხვა რამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, სულ სხვა რამ ვნახეთ ქუჩაში რა ხდებოდა, ვნახეთ შეტევა პრეზიდენტის სასახლეზე, ვნახეთ დამხობის ხელისუფლების არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მოწოდებები და მცდელობა, ხო? და ამ ყველაფერს შეფასება ჭირდება და შეფასება არის სულ სხვაგვარი, თუ არის, ან არის დუმილი. ერთგვარად ალბათ, დუმილსაც აქვს თავისი გარკვეულწილად ერთგვარი ახსნა იმ ქვეყნებისგან, საიდანაც არ ხდება შეფასებები და ვნახეთ ჩვენ ასევე გარკვეული აქტორების, გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლების შეფასებებიც, რომელიც არასწორი იყო. დუმილზე ვისაუბროთ, რატომ დუმან ეს ადამიანები, იმიტომ რომ შეიძლება რომ არ არსებობს რაიმე პროცენტი ალბათობა იმის, რომ მათ არ ქონდეთ ინფორმაცია რა მოხდა 4 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, არა. ან ეს არ არის ის სურათი, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო საქართველოში, ან რასაც ელოდნენ, ყველა არა იმედი მაქვს, მაგრამ ნაწილი აქტორებისა და დუმილი არის იმის ნიშანიც, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რა თქმა უნდა არის ხალხი დარჩენილი, არიან პოლიტიკოსები დარჩენილი, რომლებიც უბრალოდ თეთრზე შავის თქმას არაპირებენ და არაკეთებენ ამას, ხო? ეს ძალიან რთულია დაარქვა დღეს, რაც ჩვენ 4 ოქტომბერს ვიხილეთ, იმას მშვიდობიანი აქცია და დაგმო ხელისუფლების რამე ფორმით დაგმო ხელისუფლების ქმედება, მაშინ რაც ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში მთლიანად სულ პირიქით იყო ყველაფერი. თუმცა მეორეს მხრივ რას ემსახურება ეს ყველაფერი, არის ძალიან რთული გასაცნობიერებელი, რა დგას ამის უკან და რისთვის დგას ეს ყველაფერი. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, ბრიუსელის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოშიც, ბრიუსელიდანაც გვესმის ხოლმე და სხვა დედაქალაქებიდან, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას უჭერენ მხარს, მხარს არ უჭერენ მთავრობას, ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოებას. ვინ არის სამოქალაქო საზოგადოება? ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს აკეთებენ, მიდიან არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებზეც მივიდა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რა მოწოდებების და რა ფონზედაც ხდებოდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, ხო, რაღაც ბოიკოტის პირობებში, გარკვეული აქტორების მხრიდან და მოწოდებების, რომ არ უნდა წასულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე. თუმცა პასუხი გაეცა ამ მოწოდებებსაც და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გააკეთა არჩევნები და დემოკრატია არის ის, რასაც ირჩევს საქართველოს ქართველი ხალხი. თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ სულ სხვაგვარად არის მცდელობები, რომ წარმოაჩინონ, ვინ არის ის სამოქალაქო საზოგადოება, ვისაც ასე გვიმტკიცებენ, რომ ხარს უჭერს
ბრიუსელი, უნდა დააფინანსოს ბრიუსელმა. არის თუ არა ეს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გამოდიან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობის განცხადებებით, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მოწოდებებით. აი ესეთი მაგალითი არაერთი გვინახავს, ეგ მინდა რომ ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება იმ გაგებით, რომ აი როდესაც ადამიანი დაუშვათ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, ხო ფორმალურად ასე ირქმევს. სოციალურ ქსელში აღვივებს სიძულვილს, ამა თუ იმ აქციაზე ექსტრემისტული ქცევით გამოირჩევა და შემდეგ ხედავთ, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი, ძირითადად ეს არის ან ევროკავშირის, ან გერმანიის, ან სხვა, მიდის მის ორგანიზაციაში რაღაც პოზირებს ამ ბანერების ფონზე, რომელიც ასევე არის რაღაც ექსტრემისტული შინაარსის ფოტოებს იღებენ, სავარაუდოდ არის დაფინანსებიც. აქ აი ამ ელჩის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს ალბათ, რომელიც ეს ერთი შეხედვით აი ამ ლამაზი სურათის მიღმა მხარს უჭერს, გამოდის იმ ქცევას, რომელთაც გამოირჩევა ეს აქტივისტი. პირველ რიგში ალბათ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავმიჯნოთ, ეს ტერმინი უნდა გავმიჯნოთ იმისგან, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოების სახე, სამოქალაქო საზოგადოების სახე არის სულ სხვა. ეს არის გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროებიდან და რომელთაც აქვთ დესტრუქციული მიზნები. სწორედ ამიტომ არ მოეწონათ და არ მოსწონდათ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს იქნებოდა გაცხადებული თუ რა იყო ამ ყველაფრის უკან. მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობდით და ხსნიდით, რომ ეს გარკვეული დაცვაც იქნება დონორისთვის, ხო? თქვენთვისაც უკეთესია, თქვენ თუ მეუბნებით, რომ კეთილი მიზნები გაქვთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თქვენ თუ გსურთ ქართულ საზოგადოებას დაეხმაროთ განვითარებაში, დემოკრატიის განვითარებაში, სხვადასხვა მიმართულებით გაუწიოთ, ასე ვთქვათ, დახმარების ხელი, მაშინ რა არის ამაში დასამალი, ხო? პირიქით. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და იცოდეს ყველამ, ხო? ალოგიკურია, როდესაც კარგ საქმეს აკეთებ, შენ გინდოდეს იმის მაინც და მაინც დამალვა, ხო? ამაში ეს საქმე, რომ ზუსტად გამჭვირვალობა უშლიდა ხელს აი ამ ფარულ გეგმებს, რომელიც ამ ორგანიზაციების ხელით უნდა განხორციელებულიყო საქართველოში. რატომ ჭირდებათ ის, რატომ უნდა წავიდეს პროცესები არადემოკრატიული გზით, ოღონდ ეს ყველაფერი კეთდებოდეს დემოკრატიის სახელწოდების ქვეშ და დემოკრატიისთვის ვითომ და ბრძოლის სახელით. და სინამდვილეში არაფერი საერთო არ აქვს ამას ყველაფერს დემოკრატიასთან. სინამდვილეში ეს არის პირიქით დემოკრატიის და დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ეს ყველაფერი და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. არ შეიძლება ერთმა და ორმა ორგანიზაციამ, რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა ჩვენს ქვეყანას გამოუთხაროს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას გამოუთხაროს მართლაც საფუძველი და ძირი. ჩვენ ამას არ დაუშვებთ, ვერ დაუშვებთ, უფრო მეტი ვართ ის ადამიანები ამ ქვეყანაში, ვისაც სურს ქვეყნის ნორმალური განვითარება, ვისაც სურს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და ხელისუფლების ცვლილება იქნება თუ არჩევნები იქნება, არჩევნების გზით პოლიტიკის კეთება ქვეყანაში. ამ პროცესებამდე, უბრალოდ ამ პროცესების შემდგომ იყო შეხვედრა დიპლომატებთან და საგარეო საქმეთა სამინისტრომ აწოდა ინფორმაცია. აი რა რეჟიმში იყო ეს შეხვედრა? გასაგებია რომ ეს იყო დახურული ფორმატი, მაგრამ რისი გამჟღავნება შეგიძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მაგალითად ევროკავშირის ელჩი, რომელიც გამოვიდა და გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ ოფიციალურ ბრიუსელს ამაზე პოზიცია უკვე ჰქონდა და ეს პოზიცია ვნახეთ, რომ იყო კრიტიკული საქართველოს მიმართ და მხოლოდ ერთი ფრაზა ორივე მხარეს რომ მოუწოდებდნენ თვალწინების სიმშვიდისკენ, ამით შემოიფარგლებოდა. რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე? ზოგადად ასეთი ტიპის შეხვედრები კარგია, მე ძალიან მომწონს და ხშირად იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც ჩვენ გვენდომება და გსურს ინფორმაცია მივაწოდოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო ეს მომენტი ნამდვილად ისეთი დრო, როდესაც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დიპლომატებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია თუ რასთან ჰქონდა საქმე 4 ოქტომბერს, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე. მონაცემები, რაც შეიძლება საჯაროა, მაგრამ
ერთია რომ დიპლომატებს ჩვენ ასე ვთქვათ მივაწოდოთ ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია და მოვლენები რომელიც თბილისში განვითარდა. მათ შორის ასევე გქონდა საუბარი გამოხმაურებებზეც და ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ რომ ის იყო ინტერაქცია თუნდაც ევროკავშირის საჩის მხრიდან. არა, შეხვედრის ფარგლებში არ ყოფილა ინტერაქცია, ჩვენ ნახეთ კომენტარი, რომელიც არ გამკვირვებია და ნამდვილად არ არის არაფერი გასაკვირი, ის არის ელჩი, წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში და მისმა, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობამ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა და ბუნებრივია ის გაიმეორებდა ამ განცხადებას, ამაში გასაკვირი არაფერი არის. გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი თუ ესწრებოდა? არ ესწრებოდა, რამდენადაც მახსოვს. არ ესწრებოდა, ხო გავრცელდა ეს ინფორმაცია. თუმცა საკმაოდ დიდი იყო დასწრება დიპლომატების მხრიდან და საკმაოდ ბევრი დიპლომატი ელჩი ძირითადად ელჩების დონეზე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარების პარალელურად როგორ ჩანს მაინც გარკვეული მოლოდინი ჰქონდათ ოპოზიციის მხარდამჭერებს ამ უცხოელ პოლიტიკოსებს, იმიტომ ვრცელდებოდა მართალია შაბლონური, მაგრამ მაინც ირიბად თუ პირდაპირ მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში გვარებს არ ჩამოთვლით, მაგრამ დაახლოებით ისეთი რომ ჩვენი ფიქრები ახლა არის თბილისისკენ, რომ დემოკრატიას ვერ გააჩვენებთ და ასე შემდეგ. აქ საინტერესო არის აი ამ პოლიტიკური ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხი. ისინი იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას თუ ეს ისეთი განცხადებებია, რომელზეც მათ პასუხს ვერ მოთხოვდა, თითქოს ჩაიარა და აქ დასრულდა მათი პასუხისმგებლობა. რა ტიპის მხარდაჭერაა ზოგადად აი ესეთი შაბლონური ფრაზების გავრცელება სოციალურ ქსელში? ხო, ძალიან რთულია ისაუბრო ამ ადამიანების პასუხისმგებლობაზე. ჩვენი ქვეყანაში პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ საბოლოო ჯამში, ჩვენ ქართულ ხალხს და ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც რამეზეა საუბარი. ამ ხალხს ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ ექნება საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რას ახალისებენ ისინი ასეთი განცხადებებით და სად დგანან დემოკრატიის სახელით მოსაუბრე პოლიტიკოსები, რას ახალისებენ საქართველოში და რას სჭირდებათ ეს, რატომ არის საჭირო საქართველოში არეულობის წახალისება, რატომ არის საჭირო საქართველოში ასეთი არადემოკრატიული პროცესების წახალისება. ძალიან რთულია ხა მე არ შევეხები სხვა ქვეყნებს საბოლოო ჯამში ის რაც ხდება ქვეყანაში შემდგომ ერთადერთი პასუხისმგებელი ვინ შეიძლება იყოს ხელისუფლება და სწორედ ამიტომაც არის რომ ასე გამალებით ვიცავთ იმას რასაც ვიცავთ და ეს არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა ამ ქვეყანაში და ნამდვილად დემოკრატიული განვითარების დაცვა. იმიტომ რომ ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სააშკარაოზე გამოვიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის რეალური სახე ოპოზიციას გულისხმობ მაშინ როდესაც არჩეული პოლიტიკოსი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე ეს წარმოუდგენელი რამ არის ანუ ის უარს აცხადებს დემოკრატიაზე და დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი ეს არის ხალხი ეს რომელსაც პოლიტიკოსები ქვია ჩვენ ქვეყანაში რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიდიან. მათ არ სურთ დემოკრატია. სხვანაირად დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება პოლიტიკური პროცესები. და ამასაც ვიტყვი, რამდენიმე განცხადებაში იყო თითქოს და მოწოდებები რაღაც დიალოგისკენ. დიალოგი დემოკრატიულ ქვეყანაში და საერთოდ საუბარი დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება პარლამენტში. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოზიცია და ოპოზიცია იკავებს ადგილს და მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, სადაც ხელისუფლება ახორციელებს იმ საქმეს, რასაც ახორციელებს და ოპოზიცია არის იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს და იხმაუროს, ოღონდ იხმაუროს სწორედ პარლამენტის ფარგლებში და არა ქუჩაში. ქუჩაში ვერანაირად ვერ მოხდება დემოკრატიულ ქვეყანაში ის პროცესი, რა პროცესებზედაც ის დიალოგი, რაზედაც არის გარკვეული მცდელობები, რომ მიუთითონ ახლა მაგრამ ამ არგუმენტებს თითქოს ბრიუსელი არ იღებს, იმიტომ რომ ის ბოლო განცხადება, რასაც თქვენ გულისხმობთ და ინკლუზიურ დიალოგზე და ასე შემდეგ, რაზეც მოგიწოდებდათ, იყო თითქოს ძველი განცხადებების შაბლონი, სადაც ოპოზიცია არის პარლამენტში, ან წინა საარჩევნო პერიოდია, რაღაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რა უნდა იყოს გამოსავალი თან მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თემა, რაც არის უვიზო მიმოსვლის საკითხი, შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მით უმეტეს რომ გამარტივდა ევროპარლამენტმა კენჭი უყარა ამ პროცესს უვიზო მიმოსვლის შეჩერება. რა მოლოდინები გაქვთ?
ნახეთ რა მიზეზი არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ანუ შეჩერება დადგეს დღის წესრიგში. ხო ამას იყენებენ ერთადერთი მიზნით. ეს საკითხი გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენება ქართული ხალხის შანტაჟი, რომ მე შენ გაგიუქმებ ვიზას, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა. თუ არ მიცემ ხმას შენი ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ ეს ხალხი გეყოლება ხელისუფლებაში, რომელსაც სხვა შორის ჩვენ ვიზებს ვიღებთ და არაფერი პრობლემა არ არის დიპლომატიური პასპორტებისთვის, ეს ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიება უკვე განახორციელა ბრუსელმა, ხო? დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, ჩვენ ვიღებთ ვიზებს და ისე მივგზავრებით ევროპის ქვეყნებში. ამაში ამით არც დაქცეულა ქვეყანა და არც საქართველოს მოქალაქეებს შექმნიათ რაიმე პრობლემა, ხო? თუმცა ეს ნაბიჯი გადაიღო სრულიად ალოგიკური, სრულიად მოშორებული ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს და სრულიად მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პოლიტიკური ინსტრუმენტად აქციო პოლიტიკა. ეს სხვათა შორის ცოტა თეორიულ ახსნებში რომ გადავიდეთ, საიდან მოდის ასე ჩვენ საუბრობდით, რომ რუსეთი იყენებს სხვადასხვა პოლიტიკას, მაგალითად ენერგეტიკის საკითხებს იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად საგარეო პოლიტიკაში. დღეს ევროკავშირში არიან ხალხი, არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ლობირებენ ზუსტად იგივე მეთოდებით ევროკავშირის მოქმედებას. ზუსტად იგივე მეთოდებით ამ შემთხვევაში რა აქვს ევროკავშირს ჩვენთან მიმართებაში, ესეც ხო პოლიტიკაა. პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს, უვიზო მიმოსვლა გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად საქართველოსთან მიმართებაში და პოლიტიკურ პროცესებზე ამით მოახდინოს გარკვეული გავლენა. ნახოთ ეს გამარტივების პროცესი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მიმდინარეობს, ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა სავარაუდოდ ალბათ დამტკიცდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე აქ საუბარი, თუმცა ახლა თუ ჩვენ შევხედავთ იმას, რომ ცალმხრივად ხდება პარალელური რეალობის შექმნა ხდება და სულ სხვაგვარად ხდება პროცესების აღწერა, ასეთივე წარმატებით შეიძლება შევქმნათ კიდევ ერთი პარალელური რეალობა, ალტერნატიული რეალობა, ასე ვთქვათ, ბრიუსელისთვის და დაიდოს იქ მაგიდაზე და რა გადაწყვეტილებას დაედება შემდგომ ასეთი ფაქტები ბრჭყალებში ალბათ. ეს ახლა ძალიან რთული სათქმელია, თუმცა ნაკლებად მაქვს მოლოდინი დღეს რაიმე ეფექტი კონდეს ამას უნდა აცნობიერებდნენ ალბათ ბრიუსელშიც და მე იმედი მაქვს, რომ ეს თემა როგორც ინსტრუმენტი გაცვდება და აღარ იქნება ასეთი ფორმით გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების დასაშანტაჟებლად. ამით უმეტეს რომ ადამიანის უფლებების ნაწილი როგორც კრიტერიუმი უკვე დაემატა ამ ჩამონათვალს, არა მხოლოდ სავიზო და მიგრაციული საკითხებია იქ და აქ თავისუფლად შეიძლება რომ საკუთარი ინტერპრეტაციით სწორედ მოძებნონ საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ რა იქნება მიზანი? თუ აქამდე ვამბობთ რომ ეს არის ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის ცდილობა, ორჯერ გასცა ქართულმა ამომრჩეველმა პასუხი ასეთ შანტაჟს, ხო, როდესაც ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება. ამ შემთხვევაში თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე რაღაც სასჯელის ფორმა იქნება თუ როგორ უნდა გავიგოთ? ზუსტად ასეა, თუ ესე გაგრძელდება, ამას ექნება ერთადერთი, ასე ვთქვათ, მიზანი, რომ დავსაჯოთ, მოდი საქართველოს და საქართველოში უგულისხმობ ხალხსაც და ხელისუფლებასაც, მოდით დავსაჯოთ ეს ქვეყანა. ოღონდ ეს ამგვარი ფორმით განვითარება რამდენად აწყობს ბრიუსელს, ეს ახლა მეორე საკითხია, საქართველოს დასჯა და საქართველოს მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან, ეს სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება ვიდრე თავად ბრიუსელისას და ევროკავშირისას, მოდით ასე ვთქვათ, და ევროპის ინტერესებს და სხვა არაფერი, ეს იქნება ერთადერთი სადამსჯელო ოპერაცია, თუ კი ეს განხორციელდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და ბრიუსელი უფრო მეტად იფიქრებს, რა ჭირდება ევროპას დღეს საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოსგან. ჩვენ საუბრობთ ამაზე ხშირად, არ არის მხოლოდ ცალმხრივი ეს საჭიროება, არ არის მხოლოდ ისე, რომ საქართველოს ჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო და ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნები და მოცემულობა და ეს მოცემულობა უნდა იყოს გაზიარებული და გაცნობიერებული ევროკავშირში და ბრიუსელში ამ შემთხვევაში. მოდით ვისაუბროთ ამაზე, რა შეიძლება შეიცვალოს, რისი იმედი აქვს თბილისს?
რა უნდა შეიცვალოს არის დამოკიდებულება პირველ რიგში და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ორ მხარეს შორის ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ ამ მომენტში ვერ ვხედავთ, ხომ? დამოკიდებულება ნამდვილად არ არის სამართლიანი საქართველოსთან მიმართებაში. ეს უნდა შეიცვალოს, ეს უნდა იყოს გაცნობიერო, გაზიარებული ის საჭიროებები, რა საჭიროებებიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. ეს რაღაც ბავშვური გაბუტვის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელმა შესთავაზე, მოდით ესე ვთქვათ, ევროკავშირს. დღეს ევროკავშირში არის ხალხი და უფრო მეტი, რომლებიც არ იზიარებენ ამას და არ თვლიან, სულაც არ თვლიან წარმატებულად გაბუტვის პოლიტიკას, როდესაც ბრიუსელი თბილისს არ დაელაპარაკება და ასე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ასე ვერაფერს ვერ მივაღწევთ, მე დარწმუნებული ვარ რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს. შეამჩნევდით ალბათ ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან დიალოგი, ევროპის დედაქალაქებთან დიალოგი, უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი დედაქალაქი გააცნობიერებს იმას, რომ ასეთი ფორმით ქვეყანასთან ურთიერთობა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დედაქალაქი გარკვეულწილად დასვამს კითხვის ნიშანს ბრიუსელის პოლიტიკის სისწორესთან. იბატონ, მაშინ ვისაუბროთ პირდაპირ მათ შორის კაია კალასზე. კალასი და კოსი, ეს ორი ფიგურა, რომელიც უფრო კალასი, კი ბატონო, რომელიც იღებს ასეთ ტიპის გადაწყვეტილებას. უკავშირდება თუ არა მას ეს გაბუტვის პოლიტიკა, იმიტომ რომ ევროპულ პრესაში თვე არ გავა ისე, რომ არ დაიწეროს კრიტიკული წერილი კალასის წინააღმდეგ, მის ხისტ მეთოდებზე, რომ პრობლემა ამასთან ურთიერთობა, რომ ის ყველაზე ნაკლებად დიპლომატიურია და ასე შემდეგ. ეს არის კონკრეტული გავლენიანი ჩინოსნების გადაწყვეტილება თუ მათ უკან კიდევ ვიღაცები დგანდა. მე არ შევანახა კაია კალასის პიროვნული თვისებების დახასიათებაში. მე უფრო ალბათ ჯობს ჩვენ შევხედოთ თუ რა ახდენს დღეს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენას და რა არის ის, რაც ქმნის ევროკავშირის პოლიტიკას. 2004 წელს ევროკავშირი რომ გაფართოვდა, ეს დიდი გაფართოება რომ მოხდა, მახსოვს ძალიან კარგად იყო მსჯელობა, რამდენად იყვნენ ეს ქვეყნები მზად პოსტსაბჭოთა სოციალისტური ბანაკის პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე იყო საუბარი, რამდენად იყვნენ ეს ქვეყნები მზად იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები და საერთოდ განსაკუთრებით საფრანგეთში იყო პოპულარული ასეთი დისკუსიები და მე ეს ხშირად გვესმოდა, რომ თქვენ არ ხართ ჯერ მზად იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვისაუბროთ, მოხდა ეს დიდი გაფართოება, ეს არ იყო მაინც და მაინც ესეთი ორგანული, ასე ვთქვათ, შერწყმა, ორი კი გაერთიანდა და კარგია, მაგრამ მაინც რაღაც პრობლემები სადღაც ჩანდა და რა არის ეს პრობლემები? ეს პრობლემები არის ის, რომ თაობის ცვლა არ მომხდარა რეალურად, ეს თაობა, ჩვენ დღეს ბრიუსელში ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც კომუნისტურ და საბჭოთა პერიოდის დროს იყვნენ პოლიტიკური ელიტა, მოდით ასე ვთქვათ და დღეს ისინი დაბინავებული არიან ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში და იგივე მეთოდებით, თამამად შემიძლია ვთქვა, იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც საბჭოთა კავშირის დროს შეიძლება ისინი პოლიტიკას აკეთებდნენ, იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ ევროკავშირში აკეთონ პოლიტიკა. ასეთი ხალხი, ეს ალბათ დღეს ჩვენც მეც მაწუხებს და ჩვენც გვაწუხებს ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპას ნამდვილად უნდა აწუხებდეს. რა არის ის ფასეულობები, რასაც ასე ხშირად გვახსენებენ ხოლმე და რას ემსგავსება ეს ფასეულობები თუ ეს პრინციპები, რაზედაც დგას ის ძირძველი ევროპა, რომელიც ჩვენც გვჭირდება, მასაც ვჭირდებით და გვინდა რომ ორგანულად ვიყოთ ერთი ნაწილი, რასაც ქვია ნამდვილად ევროპა. პრობლემა არის ნამდვილად ასეთი მიდგომები და ერთ-ერთი გამოხატულებაც არის ჩვენ ვხედავთ რომ რატომღაც საქართველოს საკითხი და ჩვენთან ურთიერთობები ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობები არის უმეტესწილად აღმოსავლეთ ევროპელების ხელში. ნახეთ რომ რატომღაცა ესეთ ჩაბარდა საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში ლიტველებს, ესტონელებს, უფრო მეტად. ეს საინტერესოა რატომ? აი ჩაითვალა რომ ისინი უკეთ ერკვევიან ჩვენ თემაში. ასე ითვლება ალბათ რომ ისინი თითქოს და უკეთ ერკვევიან, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ კარგად შესაფასებელია ამ საზოგადოების მდგომარეობა, რამდენად არიან ისინი
კარგად გამოსული პოსტსაბჭოთა თუ კომუნისტური აზროვნებიდან და ხომ არ ავრცელებენ პირიქით რაღაც აი ამ მიდგომებს ევროკავშირის. ამ პრობლემაზე ფიგურალურად ითქვა, რომ რუსული აქცენტით, მაგრამ ინგლისურ ენაზე ახლა გვარიგებენ ჭკუას. მაინც არის განცდა, რომ მათ წინასწარი მიკერძოება აქვს საქართველოს რეალობის მიმართ. წინასწარი მიკერძოება და ალბათ გარკვეულწილად ჩვენ არაერთხელ ნახეთ და უკვე ამაზე ფარულად არა ღიათაც საუბრობენ, რატომ რისი ეშინიათ თქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რატომ არიან ისინი განსაკუთრებით აგრესიული დღეს ჩვენთან მიმართებაში, რითაც ალბათ აიხსნება ის განსაკუთრებული მხარდაჭერა, რაც ჩვენ გქონდა წლების განმავლობაში მათი მხრიდან, როდესაც საუბარი შეეხებოდა რუსეთთან კონფრონტაციას 2008 წლის ომს. ხომ არ არის ეს ის შემთხვევა, როდესაც მათივე უსაფრთხოებისთვის ურჩევნიათ ეს კონფრონტაციის ზონები, ასე ვთქვათ, სხვაგან იყოს განლაგებული. ჩვენ ანგელა მერკელის ბოლო ინტერვიუში შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც ის სწორედ ამ თემებზე საუბრობს. კიდევ ერთ ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილ პერსონაჟს მინდა შევჩერდე ევროკომისიის პრეს-სპიკერზე, რომელმაც პირველ მაუნთომ მწვანე შუქი, როდესაც სოლიდარობა გამოუცხადა 4 ოქტომბრის შეკრებას, მე რა თქმა უნდა არ გთხოვთ, რომ ანიტა ჰიპერის განცხადებებზე აკეთოთ კომენტარი, მაგრამ ის ამბოლოდ რომ ძალიან თამამად საუბრობს იმაზე, რომ ყველაფერი, რასაც ამბობს საქართველოს ხელისუფლება, ეს არის რუს პროპაგანდა რუსული სახელმძღვანელოდან. ეს ძალიან ნაცნობი ფრაზა არის ამერიკის ყოფილი ელჩისგანაც გვახსოვს გავსი განცხადებები, უბრალოდ აი რამდენად პრობლემატურია ქვეყნის დაბრენდვა, ესე რომ თითქოს ის პროცესები, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება, ეს არის კალკი იმისა, რაც ხდებოდა. მარტივია, ბევრი ფიქრი არ ჭირდება და ასე თუ ჭირდება ამ საქმეს, მე ვიტყოდი, საქართველოს არის გარკვეულწილად საინფორმაციო ომის პირობებში ბრიუსელის მხრიდან. სწორედ აი ასეთი განცხადებებით ხდება აი ალტერნატიული რეალობის შექმნა საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა ვისაც ცოტა მეტი ჭკუა მოეკითხება, ცოტა მეტი განათლება აქვს და ცოტა მეტი რამ იცის ისტორიის და პოლიტიკის შესახებ, არავის არ ჯერა საქართველოს არც პრორუსობის და არც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მეთოდებით საქართველოს. ჩვენ რას ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაშიდაც ვცხოვრობთ, სადაც ვართ, იმ რეალობაზე. და თუ კი შენ არ გინდა მიიღო ეს ინფორმაცია და თუ კი შენ არ გინდა ამ რეალობას თვალი გაუსწორო და მხოლოდ და მხოლოდ შენი შექმნილი რეალობითი ხელმძღვანელო, აქ კითხვის ნიშანი აქ არის დასასმელი, ვინ არის პროპაგანდისტი და ვინ აკეთებს პროპაგანდას და რა პროპაგანდას აკეთებს. ამას ქართულმა ხალხმა გასცა პასუხი და ხო უნდა დაფიქრდეს რაღაც მომენტში ვიღაც ბრიუსელში, რომ არ მუშაობს ეს პროპაგანდა. არავინ ვერ დააჯერეს ბრიუსელიდან, რომ საქართველოს ყავს პრორუსი ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ამორჩეველი ვერ დააჯერეს ამაში. იმიტომ რომ ჩვენ აქ ცხოვრობთ, ჩვენ აქ ვხედავთ, ვიცით ძალიან კარგად ვინ ვართ, ვინ რას ვაკეთებთ და ძალიან რთულია ამ პატარა საზოგადოებას მოატყუო ბრიუსელიდან, რომ შენ ახლა რუსული კანონი ცადეს, თუმცა გარკვეულწილად ხა ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და თავისი პასუხიც გასცა და კიდევ ერთხელ ძალიან მადლიერი უნდა ვიყოთ ალბათ და ბედნიერი იმით, რომ ქართულ ხალხს შესწევს უნარი სწორედ ალბათ ასეთ რთულ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. კი ბატონო, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზეც ვისაუბროთ. გარდა მოლოდინის რეჟიმისა, რაც არაერთხელ უთქვამთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არის თუ არა რამე სიახლე ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით? მოდის თუ არა რაიმე ისეთ ტიპის სიგნალები შტატებიდან? სამუშაო დონეზე რა თქმა უნდა მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ველი ცარიელია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ესეთ გზავნილებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რასაც მოველით, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩო უნდა განისაზღვროს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ განვითარებებს, რაც ხდება, ვთქვათ, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან დაკავშირებით, იგივე მეგობარ აქთან დაკავშირებით, როგორ განვითარდა პროცესები და ვივარაუდოთ, რომ იქაც არავის აწყობს, ასე ვთქვათ, აი ამ პროპაგანდის, რომ საქართველო რაღაცნაირად ჩამოშორდეს ამ ვექტორს და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების
ურთიერთობებში რამდენად საფუძველი მნიშვნელოვანი სიგნალია, შეიქმნა, ცოტა წინასწარი მეგობარი აქტის ტიპის გადაჭარბებული პოზიტიური მოლოდინები რო არ შეექმნას ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ თვალს ვადევნებდით როგორ მუშაობდა ოპოზიცია კონკრეტულად ნაცმოძრაობა მეგობარი აქტის გასატანად. ვიზიტი ცნობილი მაგალითად ახლა სექტემბერში როდესაც ამბობდნენ რომ აუცილებლად იქნება მიღებული. იქ იყო ლობისტური კონტრაქტები და ჩვენ ეს იყო საჯაროდად. ახლა კულუარულად რა ხდებოდა ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ძალისხმევა იყო ძალიან დიდი ჩადებული. მაინც ვერ გაიტანს. ეს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობის მომენტია თუ მაინც ჯობია რომ ფრთხილი მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი ქართველი საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსების ქცევა და მე ამას ერთადერთ სახელს დავარქმევდი მტრობა საკუთარი ქვეყნის, როდესაც დადიხარ და იმის ჩაწერას ითხოვ, რაც მეგობარ აქტში ეწერა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ხო ქვეყანას ეხება. ეს რომ ასე მიღებულიყო, ეს ხო იქნებოდა საფუძველი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში. ეს ხო მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის საუბარი. ამას მტრობის გარდა სხვა სახელი არ ქვია, როდესაც დადიხარ ფულს იხდი კიდე იმაში, რომ შენ ქვეყანას ავნო რაღაც. მე ახლა შევაფასოთ რა ხდება ამერიკის მხარეს, რამდენად ასე ვთქვათ დაიჯერეს და რამდენად ფულ გადახდილ ასე ვთქვათ ლობიზმს დაყვა ამერიკული მხარე და არის თუ არა მყარი ამერიკის ინტერესები, როდესაც საუბარი შეეხება მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებს. აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში ნამდვილად არ არის მეგობარი აქტი იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი და სწორედ ამიტომაც მოხდა პროცესის ისე წარმართვა, რომ მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული აღარ არის დღის წესრიგში და აღარ დევს ასე ვთქვათ განსახილველად მაგიდაზე და შესაბამისად ის ვერ გახდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების საფუძველი. თუმცა რა იქნება საფუძველი და როგორი იქნება ეს ჩარჩო, რა ჩარჩოთიც ჩვენ მომავალში გვექნება თანამშრომლობა, ჩვენი სურვილები გაჟღერებული გვაქვს, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ასე ვთქვათ შეთავაზება საჯაროა და არცად წასულა. ჩვენ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ექნება შინაარსი და რა თქმა უნდა ამას ჭირდება საუბარი და ამას ჭირდება ასევე გავიგოთ თუ რამდენად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არის როგორი ტიპის ურთიერთობები საქართველოსთან და როგორი საქართველო ჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს რეგიონში. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.